ჩემო არხის მაყურებლებო, მოგესალმებით, დღეს არის 10 აპრილი. დღეს როგორც მოგეხსენებათ, მე მოკლედ და მოკლედ მოგახსენებთ გუშინდელ მატჩებს და გუშინდელ მატჩებს. როგორც მოგეხსენებათ, ბაიერნი დამასხდა სახში 1-2 ინტერმა ძალიან დაძაბულ ბრძოლაში აჯობა ბაიერნს. პრინციპში ბაიერნმა პირველი ტაიმი ძალიან გასაოცარი პირველი ტაიმი ჰქონდა, მაგრამ ანგარიში დაფიქსირდა 1-2. როგორც მოგეხსენებათ, მორიგი გოლი შესვლაზე შემოსულმა ტომას ნილერმა გაიტანა, მაგრამ ეს არ გახდა საკმარისი ბაიერნით გასამარჯვებას, რაც პირველი მეოთხე ფინალი წააგო საკუთარ სახში ბაიერნმა 1-2. ეხლა კი რა შეეხება გუშინ პარის სენ-ჟერმენმა 3-1 მოუგო ანტონ ვილას. ხვიჩა კვარაცხელია მას მოახერხა თავის გამოჩენა, გოლი გაიტანა კვარაცხელიამ და ასევე ჩემო არხის მაყურებლებო ნუნუ მენდესას, რომელსაც შესანიშნავი ფორმაშია და შესანიშნავი ფორმაშია ეგ ფეხბურთელი, რა თქმა უნდა, და შესანიშნავ მატჩებს ატარებს, მაგალითად გოლი გაიტანა და ანტონ ვილა დამასხდა უფროსობას 3-1. ბარსელონამ 4-0 მოიგო, რომელმაც რაფინჯამას გაიტანა, ლევანდოვსკიმ 2 გაიტანა და ლამინ იამალმაც კი გაიტანა 3-1. 4-0 დამატხდა დორტმუნდი, ჩემო არხის მაყურებლებო. ეხლა კი შეეხება, მე მინდა გითხრათ, რეალი უშანსოდ განადგურდა არსენალთან 3-0. დეკლან რაისმა სასაული მატჩი ჰქონდა, სასაული რაღაც მოახდინა, არა შესანიშნავ ფორმაშია. ჯარიმა გაუტანა 2-1 ჯარიმა გაუტანა და 3-0 მას ხდება მადრიდის რეალი. არსენალმა საკუთარ სახში 3-0 მოუგო. ეხლა კი სან-სირო ბერნაბეუზე დამოკიდებული იქნება ყველაფერი, როგორ დასრულდება და რანაირად. ეხლა დღეს მინდა გითხრათ, დღეს არის რიონ იუნაიტედი, რომელიც თბილისის დროით 11:10 აკრია, ჩემო არხის მაყურებლებო, და ჩემი ვარაუდი არის მიქავტაზე 3 გოლი. ჩემო არხის მაყურებლებო, ეხლა კი გამოიწერეთ ჩემი არხი, რათა ბევრ საინტერესო ამბებს გაგაგებინებთ, დალაიქეთ, გააზიარეთ მაქსიმალურად და გამოიწერეთ.